მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, დაგიბრუნდით, ეხლა მივდივართ სადღაც, ლენკა მიპოვა რაღაცა კაი ყავის ადგილი და მან უნდა რომ წაგვიყვანოს და კაი დრო შეგხვდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს მშვენიერესი ხედები, ხო ბარები არის, აი ესე რა. ანუ აქ ხო არის და ქვევით ჩახვალ და ეგრევე ზღვაზე ხარ რა. და ძალიან ასწორებს, აქ ერთი ბარი გვაქვს. იქ დავდივართ ხოლმე სულ რა და ძალიან სასიამოვნო. ეხლა სადაც მივდივართ, ეგ არის შუა ქალაქში და გუშინ რო ვიარებთ და ქალაქი ვერ ვიყავთ, იქნებ მაგ კაფეების ქუჩაზე იყოს ქალაქი. ეხლა სადაც მივდივართ, ეხლა იქით ქალაქი არის უფრო მეტწილად ვიდრე ის. ანუ იქ საზღვაო ნაწილი არ არის, ნახეთ რა კაი არის. აქ ცოტა მობინძურებულია, მაგრამ უცხოელი ჯურების ძუძუების ყურება თუ გინდათ, ამ არხზე შეგეძლებათ. აი ხომ. წეგან სხვათა შორის ჩვენ ქვეყანა რასისტები რო ვართ, ლენკამ დაამტკიცა რა. რაღაც ეტაპზე ჩვენთან მოვიდა აქაური ინდოელი და ლენკა იძახის, რომ ეს ბანგლადეშელი ინდოელი რო არ ყოფილიყო აქო. კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ვერ გაიგო რა გვინდოდა და თავზე გვედგა უაზროდ და აქაც არ იცოდა ინგლისური. ბანგლადეშელი ინდოელი მაინც პიზდეცია, ჩემ პირადი მოსაზრებით. აი რასიზმის რა ლეველია. When I grow up, I want to become a soldier in this India. ეგ პაკისტანია, ავაცილეთ ლეკ. ხო, პაკისტანელი ინდოელი უნდა მოდი. ბანგლადეშელი ინდოელი, ძალიან მაგარი რაღაცაა, ბანგლადეშელი ინდოელი. ვაფშე სხვა რასა შექმნა ახალი. ძალიან მომეწონა რა, ძალიან კაი ისენი არის, ნახეთ. ეხლა მივდივართ პორტისკენ რა. ეს არის ძალიან პატარა პორტია. ბათუმის თავით პორტი ვერ არის, მაგრამ კაი პორტია. რა ლამაზი ხარ. ყველა კომპლიმენტი ესე რო უხარია, აი მარტო მაგით ვარი უსაყვარლე, სხვა თუ არაფერი. და აქ ძალიან ბევრი კატა არის და არც ერთი ძაღლი არ შემხედრია გარეთ. მაგრამ კატა ერთი. ეგ არ ითვლება ვიღაცისი იყო ეგეც. პატრონს მისდევდა, აი კატა. თან ყველა მეგობრული არის, ყველა გაფერებინებს ვაფშე. არავის პრობლემა არ აქვს რა, არც ერთ კატას პრობლემა არ ქონია, რომ არა ძმა ხელი გაწიან ამ ეგეთ. აქ ვიღაცების ბავშვები ყაყანებენ. და ჩვენ ვართ adults only სასტუმროში და არც ერთი ბავშვის ხმა არ გამიგია. და გადაჩეულე ვარ ცოტა ბავშვების ყაყანს რო არ მოგატყუოთ და ცოტა რთულია, ვა, გემი გაიჩნდა. ეს მე როგორ მეკონა ეგ უცხარი. რა როგორ გეგონა? კუნძულზე რა ბავშვები არ თვითონ. მე ვიძახთი რომ ვაფშე კუნძული უნდა იყოს მეთქე adult only თქო რა, ანუ უნდა შემოუშვებდნენ ხოლმე ბავშვებს. ლენკას ეგონა რომ ისედაც ეგრე იყო. იმიტომ რომ სასტუმროში ბავშვების ხმა არ მესმოდა. აიცა ეხა ვინმე ტიტველა რო გაივლის ეგრევე ძუძუებს ჩაგახედებ ძმებო. ეს გოგოშველია. ხო. არ ვიცი. შეიძლება. ძალიან გამჭვირვალე ისე. არ შემიხედავს მე თორე გეტყოდი. აი აქ არის პორტი. და პირატების გემი ყავთ ამათაც ბათუმში რო არის, ეგეთი არის აქაც. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ნემოს გემით გავისეირნოთ. იმიტომ რომ ნემოს გემს აქვს ის დედა მოეთონა რაღაცას. კიდე კაი ვერ დავაფიქსირებ. დედა კი აქ მოტყნა. სხვათა შორის დედა რო ეთყნებოდა მაგ ადამიანს ჩემს უკან იდგა დედა მისდა. რა ვიცი მე ვერ შევამჩნია ვერაფერი. აი ესეთი ქუჩა არის რა. ეს ამ თავარი ქუჩა იდეაში ღამე უფრო ლამაზია რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე რა ყლებებს ყიდიან. აი ამებს ყიდიან ბიჭო. ჭუჭულიკებს და რაღაცებს ყიდიან და ეგ ცოტა არასწორებს. ვერ ხვდები, არ უნდა იყოს წესი. ბავშვების პონჩი არ უნდა იყოს წესი. ან დღისით იყოს და ღამე კი არა პირიქით, დღისით არ იყოს და ღამე იყოს. და ამათ აქვს თავისი ბიო რა. ჩვენთან რო ქათმის ხორცია, აქ დედლის ხორცი არის, იმიტომ რომ სტრიპტიზ ბარი არის, როგორც გაირკვა. დედლის ხორცი. ეს ბიო პლუს. ეს აქ ვაფშე ისაა. აქ ფაჩა გაპასულები არ ვიცი, რაღაცა პლუსი. საზღვრებს. მე ვიძახი საზღვრობებს.
ესეც ისაა, ნახეთ, ახლა ქალები არიან. გენახათ როგორ ვაკეთებ. ეს ხათაშორის ძალიან ბევრი ტატუ ადგილი არის რა. არ გავცდეთ. არა. ამოიღე ტელეფონი. ჩემი ძმაკაცისთვის მიდოდა წამეღო აი ეს მაიკა. I love my milfs თუ რაღაც. აი. ქვია ადგილს? All day Marel. All day. Directions. No, არა, ჯერ არ მიცდე. არა, ხო გეუბნები, აი აქ უნდა გადავუხვიო. ჯერ ადრეა, მომომაო თუ რაღაცა დებილი ვარ, ძაღლი გაიჩნდა. ხო, აქ ბევრი ისეთი უცხოელი ადამიანი არის ჩამოსული ისე რომ მაგრამ ძირითადად იტალია, გერმანია, საფრანგეთი ისვენებს მე მგონი. ესპანელებიც აქა-იქ. და პოლონელები შემოქმნა კიდე დოხუია. даже პოლონურად ეს ნავების გაქირავებას ეწერა პოლონურად. იმდენი პოლონელი ჩამოდის ალბათ. Просто იმენა, აი მე რას დავამღამე აქ გოგოები არიან ჩამოსულები, ანუ იმენა გოგოები ჩამოდიან, ან ოჯახები რა. ისე იშვიათი არის რა. უცებ მეგონა რომ რომას ფორმა ეცვა, თუმცა ბარსას ფორმა აქვს ამ ნაბოძას. აი, ბევრი სტრიპტიზ ბარი არის სხვათა შორის, აი. ეს ტაიგერი რა არის? სტრიპტიზ ბარი არის? არა, ხსები სტრიპტიზ ბარები ლეგალური რატო არ არის ყველგან? აი, აქ მოსაწევია ლეგალური. სადაც გინდა შედი იყიდი ძმა. Просто მე არ ვეწევი კიდია. აი lollipop. ოი, lollipop. ესეც ისა, რა თქმა უნდა სტრიპტიზ ბარი არის. აგარია ძმა. აქვს ახლა საშუალება. ამ სტრიპტიზიორების ფულში გაკეადა, ფულის გადახდის. აბა ჩვენთან ძმა. ერთხელ შევესწარი ძალიან ცუდ რაღაცას, ვაგზალზე, ვაგზის მოედანზე, მოგიყევით, აი, აქა ურვაგზის მოედანზე ვარ და ბარეღავ. ვაგზის მოედანზე ვიყავი და ვიღაცა კაცი მიდის ერთ-ერთ იქ მაცხოვრებელთან არა და თან დასაქმებულთან, თანამშრომელთან. არჩე იქ თანამშრომლობს ეს ქალი ვიღაცებთან და მიდის ამასთან და ყურში უნდა და ეთქვა, მაგრამ ძალიან ხმამაღლა გამოვიდა და ეუბნებოდა რომ ორლარად გეხვეწებიო. და ამ ქალმა კაიო. ჯანდავას. აი მაგიტო არ გვაქვს სტრიპტიზ ბარი. ბიჭო, просто აი შუა ქუჩაზე მანქანისერული გაგონილი ლაბოზი. გამოგაჩენთ, შეგარცხვენთ სოფლიოს მასშტაბით. მე მანქანა, ვინც ეს ამ ხარი რომაული ჩანჩქერი. აი რომაულ ჩანჩქერსაც განახებთ. ერთ-ერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ოი, ხო, ბევრი ისტორიული ღირსშესანიშნაობა ვერ ვიპოვეთ სხვა შორის, კეთას. აი ეს არის. ძირითადად თუ აი ეყლეები რა, აი ეყლეები ძმაო. დოხუია. აი ამდენი ყლის გაკეთებას ერთი გაეკეთებინას და დიდი. რა. აი ეს არის რომაულის. ეს უნდა ყოფილიყო ფანტანი, მაგრამ არ მუშაობს. და რესტავრაცია ჭირდება აშკარად. და ნაგავიყრიაო შიგნით. და ისაა ეს. თევზებს რო იხატავდნენ. ოჯ ვარკეთილელი გოგოები ქობულეთში აი ეგეთი ადგილები არის ძალიან ბევრი. ორკვირიანი ტატუებით. რა არის? აქ ხომ დაუხვიოთ. არ ვიცი, იმიტომ რომ სახელი არა, ეს მანიასი არის, მომომაო თუ რაღაცა ეგეთიო. სად მივდივართ ჩვენ თვითონაც არ ვიცით რა, ასე რომ ვარ მოგად. მაგრამ ხედავთ? არასდროს არ ველოდებოდი რომ უცხო ქალაქში ესე ფეხით მომენდებოდა სიარულე, სულ ტაქსით ფიქრობ სიარულე. არა. ჯერ შორს ვართ. კარჩი. აჰა, 35 წუთის გზა არის აქედან იქამდე. სხვა შორის ფეხბურთიებასებად მაგრად აშკარად, იმიტომ რომ სულ ჩართული აქვს ტელევიზორებში ყველა რესტორანში ფეხბურთები. აჰა. და ეს ხახი ისე მიყურებს, გეგონა შურო ტელეფონი არ უნახიათ და შტატივი კიდე. დებილები. რაგან უითარება YouTube-ი არ აქვს, ბიჭო, ტელევიზორში YouTube-ი არ არის, რომ ჩართო. მართლა გეუბნებით, აი. ყველა თბილისის და საქართველოს ყველა ტელევიზორში ხო არის YouTube. ამათ არ აქვს, ძმო. იმენა ყლებობაა რაღაც. აქედან უნდა ავიდეთ. ეს უჯოი ქართველია.
მენა ქართველი სიფათით. აუ კიდე რაღაცა ეს ძაღლი და მევასა გუშინ მაგარი ძმა არის. გუში რაღაც ბოთლი ქონდა. პროჭიდან იყეფება, აი. პროჭიდან იყეფება. გაიდები. გუში რაღაც ბოთლი ქონდა, ბოჭი დაანგრია, ეს კამები აი აქ. ყველა სკამი დალეცა, სანამ იმ ბოთლს არ მიადგა. თან პატარა თათები რო ყლესავით და. მაგრაც ხელა, ერთი აიგაა, რომ აი შუა დღით იმენა ვერაფერს ვერ გააკეთებ, რა გათიშვილი უნდა ეგდო და ყველაზე მეტი გამოიძინო რა. ლენკა, გველაპარაკე ხალხს. გველაპარაკე, ლენკა. არ უნდა ლენკას ლაპარაკე. ალბათ მეც არ უნდა დავიღალე. ძალიან შორი გზა მაქვს და მეზადება. ჩვენი კახელი ძმები ვიპოვეთ. მე ახლა გავწდებით და განახებთ. დიდი ალბათობით კახელები არის. პენსიონერები აქვთ, აი. შუა ქუჩაში რო. შუა ქუჩაში რაღაცა ღია სივრცესთან რო ჩაივლი, ისეთი სიგრილე გამოვდეს, რომ გინდა არ გინდა შეხვალ და რაღაცა. ერთ ცალკლეს იყიდი პატარა გახს. მაგარი საშიში ხარ. ყველა ქალს აქვს რაღაც მე კაცური ყბები აქვს. რაღაცნაირი. ვის? დედა შვილს რას გონა რა ფერზე არიან მისულები ესეც ფერი მინდა რა ვიყო ღმერთმა დაგიფაროს აი იცი რა გამიგია რა ვერ გამიგია ადამიანი დაიბადა თეთრად რა ვიცი მე არ ამგონია ადამიანი დაიბადა თეთრად მიღებს ეს კაცი მეც გადავუღო აი არ გიღებს ვიღაცას აჩვენოს რა არა აქ თამდე დამოვიდეთ იქით მე წავიდეთ ხო და აი ადამიანი დაიბადა თეთრად ღმერთმა ყველაფერი კარგი გარგუნა და უცებ გადიხარ ზღვაზე წვევი რომ აბა გავშავდეო მაგისტრის ძმაო 1-200-300 წელი მინიმუმ მონობაში უნდა იყოს ძმაო ეგრე მარტივად მომინდომეს აქ გაშავო მე გაშავებული ვარ ბანკში მაგალითად და აქედან უკვე ის იცი რომელი ადგილი არის ქობულეთის შესასვლელი და გასასვლელი ორივე ერთნაირი არის თითქმის ცენტრი არ არის მთლად რა ცენტრი გაიყო მაგრამ ეხა უკვე გასასვლელი შესასვლელი ალეობა ისე დამცინა ერთმა კაცმა რომ მეგონა რომ სელფი კამერა მქონდა ჩართული და ის იყურებდა რა მაგარი ვერსია იქნებოდა კი მაგრამ გასულ ნახეთ არა ლამაზი არის თეთრი რასის გოგოა პროსტა გაშავებულია რამ გააშავა ეგრე ძალიან მე აი უყუროთ ნახოთ მოდი აბა აი რამდენ ზღვაზე იყო რომ აი ამ ფერზე მივიდა აი იმ ფერი იყო ქალი აი არ შემილია ძმო აი არა ეხლა დავიღლები და არც ფოტოები მენდება არც არაფერი ეს დაიღლა ცხელა კაი წავედით ჩვენ რა სამ ეს დაიღალა იმიტომ რომ ეს დავიღლები ეხლა რომ იჭირავს ეხლა ვიღლები თან მე ყავთ კონსენს კარგად იყავით რა 1000 photos მაგარი ისე ენკაუნტერები აქვს ხალხს რა რენდომ შემოსვლები 1000 photos რაღაც სამი სიტყვა იცოდა ინგლისურად სამივე მითხრა hello 1000 photos ესე წავედი კონსენს ჭკუით იყავით კარგად იყავით გენაცვალეთ გელოლიოთ ეს რა არის blackout spiel salon აი შეღლებაში როგორ შემეშინდა აი ხარ აი რა უნდა ეგ არ ვიცი მეგონა ნამდვილი ბურთი ისროლა ღმერთო ჩემ აი ნამდვილი ბურთი ვინც ისროლა აი ამას ეთყობა აი ხო დაინახეთ სადაც ეთყობოდა აუ წამოჩავიდეთ ხელი უკრათ ჰა რა დღეს რატო არ ხარ აგრესიული მოტალზე რა ლამაზი ადგილია უი რა კაი ადგილი არის მართლა რაღაცა ვიპოვეთ აუ კარჩი წავედი წესით მანახა რა კაი ადგილია ეკლესია აშკარად კი წესით კიდე უნდა ვიყო შემდეგ გასასვლელში უნდა ვიყო მადლობა დიდი ვინც გიყურეთ ო იქ ბაიტს წერია და ბიჩის წავიკითხე ვა მაგარია
Короче, გაკვაცეთ, კარგად იყავით, ჭკუით იყავით. თქვენ გენაცვლეს. ლაპარაკები ვისაც მოგენათ რა ჩამოვალ და მე შევცხოთ რომ. ეხლა აქედან დავდივარ და უყლებრო ქალაქში მე. ჩემი გამჭირებია. მაგრამ არ უხდება კიდე ეს ზაგარი ხალხს რა, რო იცოდეთ. კარგად იყავით.